გომბოში თავდაცვის მოხალისის საბაზისო მომზადების პირველი კურსი დასრულდა. 8 დღიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება ორგანიზაციის 25-მა მოხალისემ გაიარა. მათ შეისწავლეს საცეცხლე, ტაქტიკური და საინჟინრო მომზადება. ასევე კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყენება გაეცნენ საინფორმაციო ოპერაციებს, სამხედრო ტიპოგრაფიას და ლოჯისტიკის მართვას. ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. მადლობელი ვარ, კმაყოფილი ვარ და შეგვიძლია სერტიფიცირებული მოხალისეები ვიგულოთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში, რომელსაც შეუძლია თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებთან ერთად ერთ ენაზე საუბარი და მაქსიმალურად დაახლოებული ამოცანების შესრულება, რაც თავდაცვის ძალებს შეუძლია. საკმაოდ საინტერესო პროექტი ჩატარდა თავდაცვის სამინისტროს უშუალო ხელმძღვანელობით. უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადო თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, ახალგაზრდების სიპის, თლიან მენეჯმენტს და გურდს, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდები არიან ჩვენი მომავალი. და თითეული მათთვის დაღვრილი ოფლი, მათი სწავლებისთვის გამოყოფილი დრო ისევ წარმატებით მოუბრუნდება ჩვენ ქვეყანას. სამხედროების ოჯახიდან ვარ და ყოველთვის მაინტერესებდა ის ყოველდღიურობა თუ რასაც გადიოდნენ ჯარისკაცები. ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო საცეცხლე მომზადება, სადაც უამრავი ახალი ინფორმაცია გავიგეთ, თუ რას აკეთებენ თავდაცვის ძალები ყოველდღიურად. 8 დღის განმავლობაში მოხალისეებმა გავიარეთ სამხედრო საბაზისო კურსი, რაც მოიცავდა როგორც სამოქალაქო პირობებში, ასევე საომბნო მოქმედებების დროს საჭიროებებს. მადლობას ვუხდი ჩვენს ინსტრუქტორებს, სერჟანტებს, მასტერ სერჟანტებს, გენერალებს და ასე შემდეგ, რომ გაგვიზიარეს თავიანთი ცოდნა და მივიღეთ საკმაოდ დიდი გამოცდილება მათი დამსახურებით. კურსი იყო საკმაოდ დატვირთული ფიზიკურად, თუმცა ეს იყო, რა თქმა უნდა, ყველაზე მორგებული და გათვალისწინებული იყო ყველას ინტერესები, მაგრამ პირველი სკოლის იყო ქვეყნის ინტერესები. ტოპოგრაფია იყო ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი ამ 8 დღიანი კურსის განმავლობაში. თუმცა ბოლო 3 დღის განმავლობაში რა ფიზიკურ გადამზადებასაც გავდიოდით, მიმაჩნია, რომ ის ერთ-ერთი, ესე რომ ვთქვათ, არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური და მორალური სიძლიერისთვისაც იყო გაკუთვნილი.